მოგესალმებით მეგობრებო, დღეს შევაგზავნეთ ბანერლორდის თამაშს, ეს რიგით მე-12 ეპიზოდი და მოკლედ ხუზაიტებთან გვაქვს ბრძოლა. ამ არასწორებმა გამოგვიცხადეს ომი და აღარ ვაპირებ ზავის დადებას ხუზაიტებთან, მოკლედ მინდა რომ თავი და ბოლომდე თუ ვერ გავანადგურებ ამ ეპიზოდში შევასუსტო მაინც ხუზაიტები. ხო, აქ დიფენდერში 300 კაცამდე იდგა, 214 კაცი არის საერთოდ. არაგონის გარნიზონში ახლა ამათ უცბად ავიღებ. მოკლედ კი ვთქვით წინა ეპიზოდში რომ ომი უნდა დაგვეწყო ბატანიასთან და ბატანია უნდა გაგვენადგურებია მე-12 ეპიზოდში თავიდან ბოლომდე, მაგრამ საკმაოდ გაიზარდნენ ჩემი შვილები, ჩემი გოგონები და ბატანიის ერთ-ერთ ლორდს მივათხოვე თამარი, ჩემი ერთ-ერთი შვილი და მოკლედ კაიხანი გარანტირებული მშვიდობა გვაქვს მოკლედ ბატანიასთან რა. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ ესე იქნება. ამიტომ ეხლა ხუზაიტებს შევასუსტებ. ცოტათი ეგზოშენი ამათ 10-ზე აქვს ახლა. ხუზაიტებს შევასუსტებ და მოკლედ თუ ხუზაიტები დაგვნებდებიან და მთლად დიდი ეპიზოდი არ გამოვა ხუზაიტებთან ბრძოლის, ასე რაი მინდა რომ გავანადგურო თავიდან ბოლომდე, სანამ მე ცოტას ვთამაშობდი ვიდეოს გარეთ და რამოდენიმე ლორდი გადმოვიბირე, ასე რაის რამდენიმე ტერიტორია აუღია თამაშობაში ჩემს ვასლებს. აქედან გამომდინარე, ასე რაი ყველაზე სუსტი არის უკვე სამხრეთის იმპერიასთან ერთად. აი, ასე რაი სად არის? აი, აგერ არის ჩვენი ასე რაი. 4 ქალაქი დარჩა, 4 ციხესიმაგრე დარჩა და ძალიან სუსტები არიან მოკლედ. კაი, ეხლა აქ რა სიტუაცია არის? კედლები ჩამოვუღეთ, ეხლა უცბად ტრუპები გავუშვათ. კაი, 60 კაცი მოგვიკვდა მარტო. ეგ არის არაგონიც. ავიღეთ, ეხლა მე მინდა გადავიდე და ბარემ აქ ვარ და აქვე წავართვათ ტერიტორიები. აქეთ საკმაოდ გაზრდილა ეხლა ხუზაიტების ტერიტორიები. კაი, მე მივარ ეხლა ამ ლოჩანას ციხესიმაგრეში და ამ ლოჩანას წავართვებ. აი, რაც გეუნებოდით, რა სიტუაცია არის მოკლედ. აქ ხო გახსოვთ მარტო რა ზიჰი იყო ჩვენი. აი, ეს 2 ციხესიმაგრე და 2 ქალაქი წაურთმევია ჩემ კლანის წევრებს, სხვათა შორის აქ ერთი პატარა ციხესიმაგრე, არაგონიც, ლაგეტაც წაართვეს და აი ესენიც რა. ეს დავკარგეთ, დავიბრუნე და რამოდენიმე კომენტარი იყო ესეთი რომ შენს ვასლებსაც მიეცი ტერიტორიებიო და ხო, დაუთმე მოკლედ რამოდენიმე ვასალს ტერიტორიები. აქეთ აკალატიც ავიღეთ, ხო, ეს აკალატიც ავიღეთ, ოდოკიც ავიღეთ, ისევ დავიბრუნეთ და როგორც ჩანს აქ ეხლა ალყა შემოგვარტყეს და დიდი ალბათობით დავკარგავთ, მაგრამ ეგ მთლად ეგეთი კატასტროფა არ იქნება ჩვენთვის. ეხლა რა სიტუაცია არის? აქ ავაშენოთ, მოდი. აი ესე. აი ისე კედლებს მოუნგრევთ, მანამდე ერთი დღის საჭმელი დარჩა და სანამ ეს ყველაფერი აშენდეს და კედლები მოუნგრიოთ, ჩემი აზრით აქ არმია შეუცოტავდება და ტიალ შემოარტყეს ალყა. ეს ტიარი დავკარგე ვიდეოს გარეთ რო თამაშობდი. რამდენჯერ არ დაიბრუნეს და ახლა ისევ ვკარგავთ. კაი, ეს ავიღოთ და თუ მივასწრებ ტიალში მივალ და ტიალს დავიცავ საერთოდ. საჭმელი აღარ აქვთ. მორალიც ეცემათ. შვენიერი უცებ გავანადგურებ ახლა და ამ ციხესიმაგრესაც ავიღებ. იქნება დავგნებდნენ ეს ხუზაიტები საერთოდ და ასე რა ეს გამოუცხადოთ ომი. მანამდე მე ჩემი ბიჭი გაიზარდა ფარნავაზი და აი ჩემ ფარტიში მოვიდა. კაი, ამ ბრძოლის მერე ცოტას მოხვდავ ჩემს ვაჟკაც. ჩვენს ფარნავაზ მომავალ პერსონაჟს, რომელიც ივარაფ 1000-ში, რომლითაც ივარაფ 1000-ში ვითამაშებ თუ უეჭველი. აი, ესე გამოიყურება ჩვენი ფარნავაზი. ბიჭო, ერთი რა ვერ გავიგე, იცი ყველას რატო აცვია გოგოს დასაცმელი, ხალის უпроსორად ამ თამაში აი აზე ვერ მოდიო. კომპანიონი ვნახე, ვინმე ლორდის გადმობირება მომინდა, ჩემი ოჯახის წევრები თუ რა ვიცი, ვინმე მამაკაცი ვინც ვნახე, მეფედან დაწყებული, გლეხზე დამთავრებული, ყველა მეორეს ხალის დასაცმელი აცვია. არ ვიცი, კაროჩე ეს რა თუ არის, ალბათ ბაგია რამე. არა, ოკეი, არა უშავს. კაი, კედლები ავიღეთ, ეხლა ტრუპები გავუშვათ. ჩამოვანგრიეთ უпроსორად, 57 კაცი მოგვიკვდა, პრისონერებით წავიყვანოთ. აი, ლუთი არ გვინდა დაუტოვოთ. აი, ესე. ეხლა არმია კი გამოჯართელდება გზაში ნელ-ნელა, მანამდე მე კიდე დავიმატებ, თუ ვინმე არის დარჩენილი. აი, ამათ გამოვიძახებ. მოდი ამას დავტოვებ. აი, 2 საათის გზაზე არის, ამას დავიმატებ. ამას დავიმატებ. აგერ ესენი გამოგვადგებიან, ჩემი ძმაც მოვიხმოთ ჩვენთან.
კაი, ეგ არის. ეხლა რა ხდება? ტიალი დავკარგეთ, ხო? ტიალი დაგვიკარგავს, ცუდია. კაი, მაშინ მე ამ პრელას ავიღებ ეხლა. ქალაქია გამოვადგება. აქ რამდენი კაცი 691 კაციანი არმია მიდის და სავარაუდოდ ჩვენთან მოდის? არ ვიცი, კაროჩე, სად მიდიან ეგენი? ეხლა აქ დიფენდერში 199 კაცი არის, ცუდად არის ამათი საქმე. ახლა ამათ ავაშენებ, კედლებს ჩამოუნგრებ. ეგ არის, აქაც ტრუპები გაუშვათ. 51 კაცი მოკვდა მარტო, მშვენიერი. ლუთი დაუტოვო ჩვენ ჯარისკაცებს, მოდი არ გვინდა, ესეც მორიგი ქალაქი, რომელიც წავართვით ხუზაიტებს, საჭმელი გვაქვს, იდეალურია. ეხლა რა ხდება? აქ დარბოდა 600 კაციანი არმია. აგერ. ოპა, აქეთ არმია შეუკრავს აერონს. ეს აერონი ვიდეოს გარეთ გადმოვიბირე, ერთ-ერთი ლორდი იყო ჩრდილოეთ იმპერიის, ჩრდილოეთი რაღა იყო და დასავლეთ იმპერიის. კაი, ალყა გვაქვს ჩვენ ოდოქში. აქედან ოდოქში მე ვერ ჩავასწრებ, აკალატი დავკარგეთ. კაი, მოდი ეს ტერიტორიები დაიბრუნოთ, ხა მე დიდად პრობლემას არ მიქმნის. ეპინოსეში მივალ. და მე ეპინოსეს ავიღებ, იმედია ესენიც შემოარტყავენ ალყას რამეს. და ესე უბრალოდ ლორდებს არ გაეკიდებიან. აქ რამდენი კაცი არის საერთოდ 313 საწყლები. დავდგეთ სიჯზე ახლა. ეგ არის, აქაც ტრუპები გაუშვათ უთვათ. ვა, აქ რამდენი დაიღუპა, ნახე 197. იმაზე ბევრი ჩვენ დაგვეღუპა. აი, არა უშო სეტყობა ძალიან ცუდი ტიერის ხალხი ყავდა. ჩემ ვასლებს, ჩემ პარტიაში მყოფ კლანს და დიდი ალბათობით მაქედან გამომდინარე მივიღეთ ეგ შედეგი. კაი, ესეც წავართვით. ამათი ეგზოშენი 48-ზე ავიდა და რა თქმა უნდა, ასე რაიმ ომი გამოგვიცხადა. ოკეი, ეხა მე ამათთან ზავი არ მაწყობს, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრს ვუხდი. ზავის შედეგად ხოლმე ხუზაიტებს. აერონმა ალყა შემოარტყა აქ. მე მგონი აერონი ამ ტერიტორიებს გაათავისუფლებს, მე წავალ ეხლა და ტიალს დავიბრუნებ. და აქედან მოვყვები, ტიალიდან მოვყვები, აი მდინარის ციხესიმაგრეს ავიღებ. ტიალის შემდეგ ამ კაისარის ციხესიმაგრესაც ავიღებ. და თუ არ დაგვნებდნენ, ბალტახანს წავართმე უეჭველი. ეხლა მივალ ტიალში და ტიალს ავიღებ. აქეთ ეს არმია მე მგონი ამ ხარეს გაასუფთავებს და საკმაოდ შევასუსტებთ ამ არმიას რა, ჩემი აზრი ეგრე არის და ვფიქრობ, რომ სწორედაც ეგრე მოხდება. ეხლა ტიალში მივიდეთ უცბად. 214 კაცი არის, აქ უცებ ავიღებ. ციხესიმაგრეზე გადავიდეთ იქით. ამ ქალაქს ავიღებ და იქით ციხესიმაგრეებზე გადავიდეთ მოკლედ. მაგის თქმა მინდოდა. აი, ეგ არის, აქაც უცბად ჩამოვიღეთ კედლები, ეხლა აქაც ტრუპებით. ეს ციხესიმაგრეს დავიბრუნეთ, ქალაქი უფრო სწორად. აი, ასე. ტიალის დავიბრუნეთ და ისევ ჩვენ მართლობაში გადმოვიდა. ეხლა რა ხდება? მათი ეგზოშენი 55-ზე ავიდა. ჩვენი უფრო მეძე არის. ეხლა ამ დინარის ციხესიმაგრეს ავიღებ. თქვენ აქ რატომ მოდიხართ, ჯიგრებო? აუ, იქით ხუზაიტები რაღა იყო და ასე რაიმე შემოგვარტყა ალყა, ხო? კი ბატონო. და აქ ახალი არმია შეკრებილა საერთოდ. ესენი დაიცავენ დიდი ალბათობით თავის ტერიტორიას. ეს არმია ჯიგრების საწავიდა. ოკეი, ეხლა უცებ ეს ავიღოთ, აქ რამდენი 238 კაცი დგას. ვერაფერს ვერ იზავენ ეს საწყლები. აი ესე. აქაც ტრუპები გაუშვათ უცბად. ეს ციხესიმაგრეს დავიბრუნეთ, რომელიც ოდიდგან ჩვენი იყო.
აუ არა ერთი წამი არ გადაწყვეტ რომ ურთიერთობების დაკლება არ მინდა და უკვე აზრი აღარ აქვს. აზრი აღარ აქვს. ზემთხვევით ყველა შეგნით მყოფი დაუბრიდე. ურთიერთობები საკმაოდ გაგვიფუჭდა. ეხლა რომ გადავიდე მე რა სიტუაცია არის. აქ არა სად არის ჩემი კლანი აი აქ. მელდრიდი გახდა ჩვენი მტერი. არა ეს ბატანიის ერთ-ერთი ლორდი არის. აუ ეს მელდრიდი რო გადმოვიბირო. რატო არ ამის მტერი არ ვიცი. არა ოკეი არა უშავს ხო. აი ეხლა ამ ციხესიმაგრის შემოვარტყათ მოდი ალყა და გადავიდეთ მერე ბალტახანზე. მოვასწრებთ დიდი ალბათობით და მარტო ბალტახანთის აღებას კი არა კიდე მოვასწრებთ 1-2 ციხესიმაგრეს და ციხესიმაგრის და ქალაქის აღებას ჩემი აზრით იმიტომ რომ ჯერჯერობით ეგზოშენი ამათ 63-ზე ქონდათ და მე მგონი ესე კატასტროფულად უცებ ასე არ ავარდება. აი ნახოთ მოკლედ რა იქნება და როგორ იქნება ჩვენი სიტუაცია აქ ტრადიციულად გავაკეთებ ახლა ყველაფერს ტრუპებს გავუშვებ და ბალტახანში შევალ და ვიბრძოლებ იმიტომ რომ როგორც დავინახე ბალტახანში დაახლოებით 800 კაცზე მეტი იდგა და ჩვენც მხოლოდ 1600-ი ვართ დარჩენილები თითქმის 1700-ი და ეხლა დაიხოცება ალბათ 100 კაცი და დავრჩებით სადღაც 1400-1500 კაცამდე და ტრუპების გაშვებას მაწყობს შევიდე და ცოტა ვიუმო. ჩვენი გიჟი პოლი არმი წავიდეთ. კედლები ჩამოღებულია, საკმაოდ ბევრი ვართ. 293-247 კაცის წინააღმდეგ. რამდენი საყავთ მეისრე? აუ, ახლა არ დავიბრიდო ისე. გადი უკნიდან უნდა ვაწვალო ისე. 1-2 გავიბრიდე. ოკეი, ესენი არ მომსდევენ იმედი მაქვს ახლა. ჯიგარ აი აქ ჩემიანები შემოვიდნენ უკვე იდეალურია გალაქსია წავიღებ ესენი სად მიდიან როცა შეტევაზე გადადიან სკოლა ვინ მესვრის შეახვალე შემოწრი მოდი აქ ცოტა არ იყოს დამავიწყდა ახლა მითამაში ვიჭო კიდე ვინთოღარ ჩაძაბა ოკეი ეხლა აკნივა და პოლი არ ვიდუთილა შვიდი თამაში გადამავიწყდა როგორც ჩანს აი მინუს 1 მოვიდა მოდი ჯიბრებო ერთი არა ხო არა რა აიქეცი ბიჭო რა მოგურად თამაშობ ბოლო პერიოდი ახლა ის მოგყვეს ახლა აი გერის მოკლე ბიჭო შე აი ეს უკიდან მივეპაროთ ჩავხოცოთ ეს არასწორები აი ამის მერე შუბი უნდა გადავალყო, შუბი რაღა იყო და შუბი უნდა გადავალყო და ხმალი უნდა ავიღო. და ნაჯახი შეიძლება რომ ფარითაც ვითამაშოთ, თორე ფარის გარეშე სულად არის ჩემი საქმე დამხმარეები რა დროს მოვიდა მახვას. აუ, აქედან თუ დამიშვეს სულად არის ჩემი საქმე იქნება მოვასწრო ახლა. აუ, ეგრევე ტრაქში მტენის ტიპებმა. აი, ოკეი, რამდენი 26 ჩვენ მოგვიკვდა, ერთ-ერთი მე ვარ სამწუხაროდ. 120 ამათ დაახლოებით 235 კაცი დაუგდეთ მეტი. აი, უცბად დავამარცხეთ ამ არასწორებს. ეგ არის დავამარცხეთ ეს ქალაქიც. ავიღეთ იდეალურზე იდეალური არის. ეს მე მინდა ბატახანდი. 77-ზე ავიდათ უკვე, როგორც თქვი, მოვასწრებ კიდე. 1-2 ციხესიმაგრის წართმევას, მაგრამ ეხლა ვაფშე ერთი იდეა მომივიდა. ნახეთ ეხლა უცებ რო გადავხედოთ ყველაფერს. აქ რა სიტუაცია გვაქვს? ასერაი გვებრძვის. ასერაის კი ებრძვიან ჩემიანები, ხო? აღარ არის ფართი ვაფშე დაიშალა? როგორც ჩანს ფართი დაშალეს.
აი, ეს ასე რაი ალბათ გაგვაწვალებს, ორსე რაი რაღაცაო. ასე რაი გაგვაწვალებს და ორტისიას წაგვართვეს, მაგრამ ხუზაიტები ჩვენ საკმაოდ შევასუსტეთ. აი, აქ არის ახლა ალყა, ამას მივალ, ალყას მოხსნი. კიდევ უფრო სადღაც 85-მდე ეგზოშენი ამათი აიწევს. მე მგონი მოვასწრებ, რომ აი ესეც წავართვა და მაკებიც რო წავართვა მოვასწრებ. აქეთ რა სიტუაცია გვაქვს? აქეთ მიზეა დარჩათ. მილიონი ციხესიმაგრე დარჩათ აქეთ. ეს ყოფილი სამხრეთის იმპერიის ტერიტორიაზე ზემოთ გავასუფთავეთ. პატარ-პატარა სოფლები აქვს დარჩენილი. აგერ ეს დარჩათ. და აქეთ ჩაიხანდი და ეს მოკლედ ახლა ნახე რა ვგეგმო. ამ ეპიზოდში რო წავართვა ახლა მე აი 1 2 3 4 ეს 5 ციხესიმაგრე და 1 2 3 ეს 3 ქალაქი. ორტონგრადით შეიძლება. მე მგონი შემდეგ ეპიზოდში უკვე ხუზაიტებს თავიდან ბოლომდე გავანადგურებ. და ძალიან ევრებსაც აღარ მოგვიშლიან, რატომღაც და აქ რა ხდება, ძმა, რამდენი არიან? 548,234 კაცის წინააღმდეგ. ოპა, აქ უფრო მაგარი ბრძოლა წავა და გაჩაღდება ჩემი აზრი. რამდენი კაცი არის დიფენდინგში? 171 კი მივასწრებთ. 500 კაციანი კიდე მოვიდა, ბიჭო. რა მოხდა? ვიღაცა დაიბრიდა ჩვენი კლანი და იმედია ჩვენი ძმა არა. აი ამას მერე გავოვიძახებ. შევიდეთ, რამდენი 155 ტრუპი. ოკეი, ეხლა რა სიტუაცია გვაქვს? 1594 კაცი 1311 კაცის წინააღმდეგ. ეხლა შევალუცებ, ბრძოლა დაწყებულია, მე მგონი აქ პოზიციების აღებას ვერ მოვასწრებ, მაგრამ აი ნახეთ აქ კედელი ჩამოუღიათ ამ მახურებს. Sorry, არ მინდოდა. Ძალიან ღმერთია მოწმე არ მიქნია. ხა ჩავიდეთ აქ. კიდე ხარ ჩუაში თუ აღარა ხარ თორში? ხო, შემოდიან ჯიგრები. მოდით, ბიჭო, მოდით. ასაყოლები ხარ. რა იყო? სახე ხო არ გავგდროთ. Volisvigi nam questa Saurium tevis zachinie Volisvigi nam questa Tanze avis hitam
თავჯარი წელზე შევიდით მაფრინიე მოვიგეთ ეს ბრძოლა და ნახეთ 272 ტრუპი მომიყვანა. ეხლა მე აქედან ყველას წავიყვან და ჩემს ფარტიში დავარიგებ ცოტას. საჭმელი გექნებოდათ. მოეცით მინდა რაც ბევრი მით უკეთესი. კაი, ეხლა რამდენზე ავიდათ? 85-ზე. ოკეი. წამოვამოთ გაიგეთ, მალამდე აქ ყველა ცოტა ვისაც აყავს, მოდი ამას მივცემ. გეყოფა 23 კაცი ხავს ამას. აი, ეგ არის. საწყლები და საწოდავები. ესეც მორიგი ფარტი. აი, ჯერ თავებს არ დაგაჭირეთ, 1-2 ლურდის განმობიერება კიდე მინდა, აქედან გამომდინარე ურთიერთობები მინდა რომ კარგი მქონდეს ყველასთან, მაგრამ ცოტა ხანში მოვა თქვენთვის მიქელა. კაი, ეხლა რა სიტუაცია გვაქვს? ჩვენ დასახულ გეგმას დიდი ალბათობით ეხლა ვერ შევასრულებთ. აი ესენი რაც მოვნიშნეთ, იქიდან გამომდინარე რომ ალბათ 1-2 ბრძოლა და დაგვნებდებიან. სამწუხაროდ. ჩვენთვის სამწუხაროდ თორე. ამათვის უკეთესი იქნება თუ დაგვნებდებიან. კაი, მანამდე მე მივარ, სანამ ეხლა ჩემი არმია ბოლომდე შესუსტდეს. აი, ამ ციხესიმაგრესაც ავიღებ და მე არმიასაც დავშლი, გავუშვებ რო იარო ნაკეთიკი და გადავალ და ცოტას ასერაისთან ვიბრძოლებ. ბარემ ასერაის დაგვინებდნენ და შემდეგ ეპიზოდიდან თუ ბატანიამ არ გამომიცხადა ომი, რა თქმა უნდა, ისევ ხუზაიტებს შევებრძოლებით და თავი და ბოლომდე გავანადგურებთ შემდეგ ეპიზოდში უეჭველი ხუზაიტებს. ხო, შემდეგ ეპიზოდში შეიძლება არ მოხდეს, იქიდან გამომდინარე, რომ შემდეგ ეპიზოდს ვაპირებ გადავიღო თუ როგორ ვიშოვოთ ყველაზე ბევრი ფული ამ თამაშში. აქედან გამომდინარე, შეიძლება 1-2 ბრძოლა იყოს, მაგრამ არ ამგონია, რომ თლად ეხლა ხუზაიტებს შევუტიო და ხუზაიტები გავანადგურო. ასე რომ მე-13 ეპიზოდი იქნება თუ როგორ ვიშოვოთ ყველაზე ბევრი ფული ბანერლორდში და გავხდეთ ყველაზე მდიდრები. ეხლა აქ რა სიტუაცია გვაქვს? აი ეს არმიას აგროვებს, უცებ ამას ავიღებ და მაგათაც გადაუვლი. ხო რა, უცებ ავიღებ ეხლა ამ კედლებს ჩამოვანგრევ, 700 კაცი ჩვენზე მეტი მაინც არ არიან, მაგრამ ვაი და გარისკეს მოვიდნენ და აბრალო საკუთარ თავს. მიდი უცბად ეხლა კედლები და ეგ არის. ეგ არის კედლები ჩამოვუღეთ, ეხლა უცბად ტრუპები გავუშვათ, იქით ალყა შემოგვარტყეს, 98 კაცი მოკვდა, ეგ არაფერი, პრისონერები გვინდა, ყველა ვინც არის ვაფშე. ბანერი თქვენთვის დაიტოვეთ. ეგ არის ეს ციხესიმაგრეც ჩვენია. აქსაც შემოგვარტყეს ალყა ჯიგრემა. კაი, ეს არის ციხესიმაგრეზე, 95-ზე ავიდათ. აქ ვაფშე რამდენი არიან, ეხლა ამათ ვერ დავესწრებით თავს, ბარემ ესენიც რო გამოვავწყვიტო ვაფშე აქედან. ხება მოდი რამენაირად ამათ დავესხეთ თავს. იქით დაიწყო. ეს წეხან არ დავიცავით, ეს ციხესიმაგრე. აი, წავა მომეთ აქეთ წავა, თუ მივასარე ვაფშე.
ვფიქრობ ვერ მივასწრებ. რა ცუდად აქვთ ეხლა ამათ საქმე. ეგრევე ტრუპები. ეგ არის. 28 ტრუპი კი მოგიყვანა. პრისონერებიც მყავს ასე თუ ისე. საჭმელიც მომიტანეს ჯიგრებმა, მშვენიერი, ასე ავიდათ ეხლა დაგვნებდებიან დიდი ალბათობით. ამათ ვერ დავიჭერ ალბათ. ეგრევე ზავს გამოგვიცხადებენ. ოპ, მიდი რა გთ ხო? It's been a while. ეგ არის, საწყლები. ერთი წამი ჯიგრებო. მოიცა თავიდან. იქნება გადმოგიბირო ჩახარეს, თუ გინდა ძმა. არ უნდა. მე სხვა რაღაცა შევეკითხე, პოლიტიკაზე შევეკითხე. ოკეი, ცუდად არის შენი საქმე ჯიგარო. 74 კაცი. გავუშვათ, ნიპონი გავათავისუფლეთ, ტრუპების მოგვიყვანა იდეალური არმია გაგვიძლიერდა. ასე არმიაც მოვყოდოთ. ეგ არის. საჭმელი მომიცი თქვენ? ეგ არის. ეხლა უკვე ზავსას დადებენ დიდი ალბათობით. მე არმიას დავშლი, მანამდე ირბენენ მოიხოდებიან. ეგ არის. გუზაიტემმა ზავი დადეს ჩვენთან. და რამდენს გიხდიან? 8190. შვენიერი ბატანიასთან ჩვენ გვაქვს ისევ ზავი და 2 მილიონზე მეტი თქმის 3 მილიონი გადაუხადეთ უკვე ბატანიას. ასე რა ის რა სიტუაცია? ჩვენი 7 თვე ყავს, 5 ქალაქი გავუხდათ, როგორც ჩანს ეს აიღეს ორტისია, ხო? კი ბატონო, ოსპირი მიდის ახლა და ოსპირი სადამდე ამოსულა ნახე, ლაგეტაზე ადიან ისევ, აქეთ რა ხდება? აქეთ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. ეხლა მე რა მინდა? ესენი დიდი ალბათობით კაი ხანის ბრძოლას აღარ დაგვიწყებენ, ომს აღარ გამოგვიცხადებენ. მე მინდა ეხლა ჩავიდე და აი ამ ქასირადან დავიწყო ასე რაის განადგურება. მე მგონი იდეალური იქნება, რასაც ვიძახი. ამას ცოტა ხანი თავს დავანებე, მანამდე მეც მოიხოდები, ჩემი არმიაც მოიხოდება. ძალიან ცუდი სიტუაცია გვაქვს. ხო, მე ერთი კლანის წევრი მომიკვდა რა. ვიღაცა დაგვეღუპა. მოდი ჩემ შვილს გავუშვებ. ასე მივიცე ცოტას რა ბარე მივეცი, ასათი ყავდეს. მე დავარაგროვიდე გზაში ხალხს და დავიწყებ ასე რაის განადგურებას აი აქედან. ქასირადან. ხო, მეტი აღარაფერი აღარ აქვთ. კი ბატონო, მანამდე აქ ჩავარ. კიდე არმიები აერონმა არმია შეკრა. კარგით, მოკლედ მეგობრებო, ასე რაისთან ბრძოლა მოდი იყო შემდეგ ეპიზოდში. დღეისათვის სულ ეს იყო. ეხლა უცებ შეჯამება რომ გავაკეთოთ რა მოხდა. მიზნად გქონდა რომ ასე რაი გაგვენადგურებია თავიდან ბოლომდე და აქეთ შემოვიდნენ პირიქით, აქეთ გვანადგურებენ. ეს ტრაქტორის ციხესიმაგრე და ლაგეტა წაგვართვეს. მოგვიწია ხუზაიტებთან ბრძოლა თავიდან ბოლომდე. ხუზაიტების მხარეს ვიყავით და ანუ ხუზაიტების მხარეს ვბრძოლობდით, ესე უფრო სწორი არის ჩემი აზრით და საკმაოდ ბევრი ტერიტორია წავართვი ხუზაიტებს და საკმაოდ შევასუსტე. არაგოიდან დაწყებული, რავი, აი ამ ტეპესის ციხესიმაგრეზე დამთავრებული ბალტახანდის ერთ-ერთი უძლიერესი ქალაქით წავართვი. მოკლედ, შემდეგი ეპიზოდიდან როგორც გითხარით, მინდა შემდეგი ეპიზოდი იყოს თუ როგორ ვიშოვოთ ყველაზე მეტი ფული ტუტორიალის სახით რო გადავიღო ამ თამაში და მე გიქნება მე-13 ეპიზოდი და მე-13 ეპიზოდში თუ მოვასწარი ვიბრძოლებ ასე რა ის წინააღმდეგ თუ არა და მე-14 ეპიზოდიდან თუ მანამდე ზავი არ დადეს აუცილებლად ასე რა ის წინააღმდეგ ვიბრძოლებ და როგორც ვიდეოს ბოლოსკენ თქვი ქასირადან დავიწყებ ბრძოლას რა თუ მანამდე სხვა სახელმწიფო მომიც არ გამოგვიცხადა. მოკლედ მადლობა ყველას ყურადღებისთვის და შევხვდებით მომავალ ვიდეოში. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.